ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს ოპოზიციის გასამართლების საპარლამენტო კომისია შექმნა. ამ ვიდეოში მოგიყვებით, რატომ არის ეს კომისია შურისძიების და არა სიმართლის დადგენის ინსტრუმენტი. დემოკრატიულ სისტემებში დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნა, როგორც წესი, ოპოზიციის განსაკუთრებულ პრივილეგიად განიხილება. ეს ციტატა არც მეტი, არც ნაკლები ირაკლი კობახიძის წიგნიდანაა. მართლაც, ყველა საგამოძიებო ინსტრუმენტი ისედაც მთავრობის ხელშია და 2012 წელს მათ ყველამ საქმის გამოძიება შეეძლოთ, მაგალითად პროკურატურაში. დღეს კომისიაზე განსახილველი საქმეების უმრავლესობა ხანდაზმულია და ბრალს ვერავის წარუდგენენ, მაგალითად 15 წლის წინ მომხდარი საქმის გამო. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ნახევარს რეგლამენტის მიხედვით ოპოზიცია უნდა შეადგენდეს. იმის გამო, რომ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ოცნებამ კომისია მისგან გამოყოფილი ფსევდოოპოზიციით შეავსო. მაგალითად, სოუზარ სუბარი ამ კომისიაზე როგორც ოპოზიციონერი ისეზის. კანონით დროებითი საგამოძიებო კომისია იქნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად. აღნიშნული კომისია კი აპირებს 3 თვეში მოიცვას 22 წელი, 2003 წლიდან დღემდე და საკითხები ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და აგვისტოს ომის ჩათვლით. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩაატარა კვლევა თავდაცვის სამინისტროში. უკვე არსებობს ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ რუსული და ოსური მხარეების ბრალეულობას ადგენენ. სწორედ თეაწულუკიანი იყო ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც 2015 წელს ჰააგის სასამართლოს მისწერა, რომ ომის გამოძიება ეროვნულ დონეზე ჩიხში შევიდა. ამის შემდეგ გამოძიება ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დაიწყო. კომისიაზე დაბარებულები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ადვოკატები, თუმცა არა ის მოსამართლეები, რომლებიც მაშინ სადავო საქმეებში ფიგურირებდნენ. დღეს ბევრი მათგანი უკვე უვადოდ არის დანიშნული და არსებობს ეჭვები, რომ ოცნებისადმი ლოიალური კლანის წევრები არიან.